ბიზნესმენები, რომლებიც აი ამ მონოპოლისტურ ზოგადად გარემოს ქმნიან, ისინი არიან პირდაპირ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ხალხი. და რატომ არ არის იცით მოსალოდნელი რომ ეს გამოსწორდეს? იმიტომ რომ მონოპოლისტური გარემო ქართულ ოცნებას აწყობს. ქართული ოცნება ძალაუფლებას და ზოგადად აი პოლიტიკურად აი ასეთ გამარჯვების შედეგებს რო აღწევს არჩევნებში, მაგას აღწევს სწორედ ასეთი მოცემულობით, რომ ის ბიზნესმენები სიამბილში ჩვეულებრივ ქართულ ოცნების ძალაუფლებაზე მუშაობენ. მთელი მათი აი ეს რესურსი მერე მიემართება ხოლმე არჩევნების დროს ქართულ ოცნებას. თან საქართველოში ხო სამსახური ჩვეულებრივი პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმია. საქართველოში ვიღაცა თუ რაღაცა პოლიტიკური შეხედულების არის, ის შეიძლება სამსახურის დაკარგვის საფუძველი იყოს, ხო? ეგ ხო ეხლა კი კანონებში კი წერია, რომ არ უნდა შეიძლებოდეს, მაგრამ ეგ კანონები მუშაობს ქართული ოცნების მიღმა. ქართულ ოცნებაზე კანონები არ მუშაობს, ხო? ამიტომ ქართულ ოცნებაზე პირიქით მუშაობს კანონები. ქართულ ოცნებებისკენ თუ არ ხარ გაგანთავისუფლ. ხო, ამიტომ ეგ არ არის მოსალოდნელი რეალობაში და რეალობაში აი ხალხისთვის მინდა აი შემაჯამებელი ამ თემის შემაჯამებელი სიტყვა ვქვა, რომ რეალობაში კარგი იქნება, რომ ხალხი გადავიდეს აი ამ რაღაც გამოგონილ ილუზორული სამყაროდან, რომელიც გამოიყურება ტელევიზორში რაღაცა განცხადებებით და ისეთი წარმოდგენებიდან, რომ თითქოს რაღაცა განცხადება რო გაკეთდება, ეგ უკვე რეალობაა და მოდი ამაზე ახლა ვიმსჯელოთ, ეს რეალობა რა კარგია. მაგ მოცემულობიდან უნდა ცოტა გამოვიდეს ხალხი და გადავიდეს იმ მოცემულობაში, რომ რეალობაში ფასები ძვირდება, კიდევ უფრო გაძვირდება, იქნება ეს იგივე უძრავი ქონება, უძრავი ქონების ფასები ხო ძვირდება და ძვირდება, ხო? არსად არ იკლებს. მაგიტომაც საერთოდ ყიდიან ახლა ტერიტორიებს, ეგეც მათთვის დამატებითი მოგების ის არის წყაროა. ამიტომ საერთოდ აი ამ განცხადებების განხილვა, როგორც თითქოს განხორციელებული ფაქტია, არის ძალიან მცდარი მიდგომა. მოკლედ, დაიჯერება თუ არა ხელისუფლების, ჩემი სუბიექტური აზრია, არ დაიჯერება იმ ხელისუფლების, რომელიც 13 წელი გატყუებს და ხელისუფლებამ რომელიც დაპირება შეასრულა, თუ ვინმე შემახსენებთ აგერბათონო ღია სტრიმია და კომენტარში დაწერეთ, ყველაფერში იტყუება, ამიტომ რა ვიცი ხა 13 წელი თუ გატყუებენ მე 14 წლის თავზე რატომ უნდა ენდო მე არ მესმის, მაგრამ საკითხი დგას ესე, ხელისუფლებამ თუ მართლა ეს პრემიერის განცხადება სიმართლეა, თუ მართლა საკვებ პროდუქტებს აიაფებენ და სხვა რამესაც თუ გააიაფებენ, კარგი იქნება, მაგალითად მედიკამენტებს, ესე იგი უარი უნდა თქვას ზედმეტად ბევრი ფულის კეთებაზე. საკითხი ესე დგას, რავი ხა ლარიდან პირობითად ვამბობ, 10 ლარს თუ აკეთებდნენ, გაიაფება თუ უნდათ ლარიდან, რავი, 9 ლარს ან მინიმუმ 8 ლარს მაინც უნდა დასჯერდნენ და ამ ძარცვას თავი უნდა დაანებონ. სინამდვილეში ეგ არის სქემა, მეტი არაფერი. ჩვენ დავიწყეთ საუბარი იმით, რომ აი მე შესავალს ვიტყვი, რომ ეს მთავრობა ეხა კობახიძის მთავრობა რაღაც ახალ იმიჯს იქმნის. ერთი რომ ეს არის ასე ვთქვათ deep state-ისგან გათავისუფლებული ხელისუფლება არის ეროვნული კონსერვატორი ეს და მესამე კორუფციასთან მებრძოლის. ეგეც ერთ-ერთი ასე ვთქვათ ახალი რაღაცა ტალღა, ეხა ახალი პლასტინკა, მოდი ასე ვთქვათ. და ამ პროცესების ფარგლებში შიგნით დაერივნენ ერთმანეთს, არაერთი დაიჭირეს, დაცვის ყოფილი მინისტრი, ხარიბაშვილსაც ჯერჯერობით ციხესგან და არავის დაჭერა არ გვიხარია, მაგრამ იყო მის მიმართად შეკითხვები, დიდი ფული მიატანიეს, გარეთ არის, იქ ვიღაცები კიდე მოყვნენ ამ ამბებში და ამ დღეებში მოვისმინეთ
უშიშროების ყოფილი მინისტრის მისამართით საკმაოდ, ასე ვთქვათ, ჩემთვის ძიმე მოსასმენი იყო, იმიტომ რომ ჩვენ მოგწონს თუ არა, ეს მაინც ჩვენი ხელისუფლებაა, ჩვენი უშიშროებაა და ამ თავისი ხელმძღვანელი ყავს, ხო? შეიძლება ვიღაცას გულზე არ ეხატებოდეს კონკრეტული თანამდებობის პირი, მაგრამ მას აბარია სახელმწიფო უწყება. უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელზე გაჟღერდა ბრალდება, რომ ის გრთამს იღებდა სხვადასხვა ბიზნესმენებისგან და მათ შორის ლაპარაკი იყო თურქ ვთქვათ ბიზნესმენზეც. რას ნიშნავს ეს ყველაფერი შენი აზრით? ესეც რაღაცა იმიჯის ნაწილია თუ მართლა დაერივნენ კორუფციაში გასვლილ ადამიანებს და მართლა ამიერიდან ესეთი რაღაცები აღარ მოხდება. რა არის? საერთოდ ეგ ძალიან სასაცილოდ მეჩვენება, მე პირადად თვითონ იმიჯის შექმნის მცდელობა ქართული ოცნების მხრიდან, რომ თითქოს ისინი კორუფციას ებრძვიან და კორუფციას ამარცხებენ და რატო? იმიტომ რომ ერთია ასეთი მოცემულობა რომ იყოს, აი საქართველოს ძალიან არაკორუმპირებული ქვეყანა რომ იყოს. საქართველოს რომ იყოს, აი კორუფციის ხარისხი არის ძალიან დაბალ ნიშნულზე. და უცბად რაღაცა აღმოაჩინეს იქ ვიღაცამ კორუფციაზე ხელი წაუწდა და გამოვიდა ხელისუფლება და აი განაცხადა რომ აი ამას წაუწდა ხალხო და ესეც გამოასწორდა. ეგეთი ქვეყანა რომ იყოს, კი ბატონო, მასე დავიჯერებდი, მაგრამ საქართველოს არის საერთოდ სფერო არ არსებობს. საერთოდ არ არსებობს სფერო, რომელიც კორუფციის რაღაცა ისეთ მასშტაბებზე არ არის, რომ ვინმე მაგას ვერ ამჩნევდეს, ხო? კორუფცია არის ჩვეულებრივი მოვლენა საქართველოში. და მაგ გარემოში რომ ვიღაცა გამოდის და ისეთ როლს ირგებს, რომ აი ხალხო ტელევიზორში გამოაცხადეთ, რომ ეხლა აი ეს მინისტრი თურმე კორუმპირებული ყოფილა და აღმოფხეთ, ხო? ეგ არის სასაცილო. სასაცილო, ეგ სინამდვილეში მანდ ხდება ასეთი რაღაც. შიდა პარტიული ქართული ოცნების შიდა პარტიული დაპირისპირება, რომელიც რაღაც სხვადასხვა ჯგუფებად არის დაყოფილი და თლად კარგად გასაგებია, თლად ნათლად გასაგები რატო დაუპირისპირდნენ ისინი ერთმანეთს, ეგ გარედან არ არის. ანუ თლად ისე ღიათ რომ ირკვეოდეს მათი დაპირისპირება რაში მდგომარეობს, არ არის გარკვეული, ეგ გარედან ამომწურავი პასუხი მაგაზე ძალიან რთულია. მაგრამ ფაქტი ის არის, რომ შიდა რაღაცა დაპირისპირებაა კონკრეტულ ადამიანებს, ვისაც ძალაუფლება ქონდათ, ისინი კარგავენ. ძალაუფლების დაკარგვა, რა თქმა უნდა, იგულისხმება მათ ბიზნესების წართმევას, ხო? საქართველოს ხო ეგეთი ქვეყანა, აი ახლა მაგალითად ხო არის ახლა ქართული ოცნება. ქართული ოცნებაში ახლა ვიღაც მართველი რგოლი, ვინც არის, ვისაც ჩაგდებული აქვს ბიზნესები, უცბად სხვა ჯგუფმა რო გაიმარჯოს, ისინი წართმევენ ამათ ბიზნესებს. ხო, ეგეთი ქვეყანა. ხო, ეგ ხდება. ვიღაცა ადამიანებმა ძალაუფლება დაკარგეს, იმასთან შედარებით რაც ჰქონდათ, დაკარგეს ის ძალაუფლება, საერთოდ ციხეში გაუშვეს, ხო? ზოგი ციხეში გაუშვეს, მერე გამოუშვეს. იმიტომ რომ დათმო ბიზნესები, ხო? ფული მიიტანა. ამიტომ ეგ ხდება უბრალოდ აქ კორუფციასთან ბრძოლა კი არ ხდება. ეს არის ჩვეულებრივად ძალიან მარტივად შეუიარაღებელი თვალით ჩანს ეს ყველაფერი. საქართველოს არის ასეთი ქვეყანა. საქართველოს არის მთავრობა, რომელიც კორუფციაში ჩართულია ყველა ბიზნესის ყველა სფეროში. პირდაპირ მთავრობის ლობირებით კეთდება ამ ქვეყანაში ბიზნეს სქემები და ის კორუფციაში ჩართული მთავრობა, რა თქმა უნდა, გადანაწილებისთვის იყენებს მთავრობის ძალოვან სტრუქტურას. ანუ ძალოვანი სტრუქტურა გამოიყენება ვიღაცას ბიზნესი რო აღარ უნდა ქონდეს, რო გადაწყდა, რო იმას ბიზნესი აღარ უნდა ქონდეს, ძალოვანი სტრუქტურა გამოიყენება მაგ გარჩევაში. თორემ მეტი აქ ეხლა ეგეთი მეამიტი ხო არავინ არ არის, თუ ვიღაცას ჯერა ეხლა ის
ვიღაცა თუ იმდენად ზღაპრულ სამყაროში ცხოვრობს, საქართველოს წარმოუდგენია იმდენად არაკორუმპირებული ქვეყანა, რომ გამოვიდა ეხლა მთავრობა და იძახის, რომ ჩვენი სუსის უფროსი ჩართული ყოფილა კორუფციაში და ეხლა გამოძიებამ დაადგინა და ეგ ხო სასაცილოა რა. ეგეთი მცდელობაც კი არის სასაცილო საქართველოში მაგის მცდელობა, რომ აქ ვიღაცა თამაშობს მაგდენად არაკორუმპირებულს, ეგ არის სასაცილო. აქ ჩემი აზრით არის მეორე მომენტიც. ნაწილი საზოგადოების რაღაც ესე ფიქრობს, რომ რავი, კი ყოფილა თურმე კორუფცია, აღიარეს, მაგრამ ხო აღიარეს, ხო დაიჭირეს. ხო გაუშვეს ციხეში. ხო და აი მაგას ხსნი რომ ეგ აღიარეს და გაუშვეს, იმიტომ რომ ადამიანი რომელზეც რაღაცების წართმევა ხდება, რაღაც ბიზნესების, რაღაც ქონების თუ ასე შემდეგ, როცა მასზე ზეწოლა ხდება, მაგისთვის გამოიყენება სახელმწიფო სტრუქტურები. მაგისთვის გამოიყენება და მაგიტო ხდება ეს ყველაფერი. აბა აღიარეს რა მერე მაგით რო აღიარეს. ამათ საკითხი როგორ დგას, იცით? აქ რომ არსებობდეს, საქართველოში რომ არსებობდეს რეალური ძლიერი ოპოზიცია, რომლის ფონზეც ქართულ ოცნებას შეეშინდება ქულების დაკარგვა, მაშინ რა თქმა უნდა რაღაც უფრო ფრთხილად მოიქცეოდნენ, მაგრამ ეხლა ხო ქართულ ოცნებას ეგ განცდა არა აქვს, ეხლა ქართულ ოცნების განცდაც გეტყვით რა აქვს. მათ საერთოდ არანაირი კონკურენტი არ ყავთ. მათ ქულების დაკარგვის არ ეშინიათ. ისინი სახელმწიფო სტრუქტურებს იყენებენ თავისი ინტერესების გატარების როგორც ბიზნესებში აქვს მონოპოლია, პოლიტიკაშიც მონოპოლია. როგორც ბიზნესშია ეს პოლიტიკა და ეს ძალაუფლება, მაგაშია გამოყენებული. იქ რაღაცა ძალოვანი სტრუქტურა როა. ის ძალოვანი სტრუქტურა რისთვის არის? ის ძალოვანი სტრუქტურა არის იმისთვის, რომ თავრობაში ვიღაცა უკვე რაღაცა როა მიუღებელი, ვიღაცა ბიზნესი რო აქვს წასართმელი, ხო? ის უნდა გამოცხადდეს, ეს კორუმპირებულია კაცო, ეს რაღაც კანონდარღვევაა. ეგრე მუშაობს, ეგეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ.